ეხლა ამ ადმინისტრაციულ დაკავებებს რაც შეეხება, ქართულმა ოცნებამ იცის ხომ ესე თავის მოგიჟიანება. ერთი პერიოდი რაღაცა უსაზღვროდ გვიწერდა თუ გახსოვთ ჯარიმებს, მერე ერთი პერიოდი მოკლევადით იჭერდა ყველას, მე ამასაც გაეშვა. ეხლა როგორც ჩანს გადავიდნენ უფრო დიდი ხნით დაკავებებზე და ამისი ტალღა მოდის და ალბათ არაერთ ადამიანს დააკავებენ დიდი ხნით. მე ამაზეც აიღებენ ხელს, იმიტომ რომ ის რა თითქოს რაღაცა პრინციპულობაში თუ სიჯუტეში ეჯიბრებიან საკუთარ ხალხს და საკუთარ მოსახლეობას, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება მთელ ამ ამბავში ისიც კი არ არის, რომ ეს ადამიანები მართლა აი ამ ხელა არაპროპორციული სასჯელია 25 დღე და 2 კვირა პატიმრობა უცენზურო სიტყვისთვის, თან პოლიტიკური შინაარსის ტექსტისთვის და არა ის რომ მეზობელს ან ვიღაც ნაცნობს მიაყენა უმიზეზოდ, ხო? ან რაღაც შეურაცხყოფა. ეს არის ყოველთვის კრიტიკა სასოწარკვეთა ბრაზი, რომელიც პოლიტიკას მიემართება. ვის აგინებდნენ ეს ადამიანები და ვის უცენზურო სიტყვებით ვის მოიხსენიებდნენ, იმათ ვინც მთელი სახელმწიფოს პოლიტიკას განსაზღვრავს, მაგრამ ესეც არაფერი არის იმასთან შედარებით, რომ 17 წლის ბავშვი კუბოში გვიწევს. რაღაცა გადაცხრილვებით ბათუმში ადამიანი მოკლეს. დღეს მუშა ჩამოვარდა და მოკვდა. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში. ესეთი რაღაც არ არის ჩვეულებრივი და ყოველდღიური ამბავი, ეს არის ტყუილი ხალხო. სად ცვივა რომელ ევროპულ ქვეყანაში ცვივა მუშები მაღალ სართულიანი შენობიდან? არსად, იმიტომ რომ არსებობს რეგულაციები. რომელ ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში აქვს ადამიანს 250 ჯარიმა და მკვლელი პრაქტიკულად ზის და დაგრიალებს გიჟივით მთრალ მდგომარეობაში ქალაქში. არსად წარმოუდგენელია ესეთი რამე, მინიმუმ მართვის მოწმობა არ ექნება იმ ადამიანს, ან ძალიან დიდი ხნით ადრე იქნება დაპატიმრებული. რატომ უნდა უკანონოდ ჰქონდა იარაღი იმ ადამიანს, რომელსაც აქვს არამხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, არამედ არის აგრესიული. ჩვენ აქ არ უნდა აგვერიოს ყოველ მეოთხე ადამიანს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე აქვს გარკვეული ტიპის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. ფსიქიკური ჯანმრთელობა ისეთივე ჯანმრთელობა, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობა. და ადამიანებს ეს ჯანმრთელობაც პერიოდულად უზიანდება. მაგრამ ყველა არავითარ შემთხვევაში არ არის მოძალადე, არ ხდება მოძალადე და ასე შემდეგ. მოძალადე ადამიანი უნდა უკვე იყო და მერე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაც თუ ამას ზემოდან დაგემატა და გაქვს, ამან რა თქმა უნდა შეიძლება გაგიყვანოს უფრო მძიმე შედეგზე. მაგრამ ჩვენ კანონში პირდაპირ წერია, იმიტომ რომ კიდევ მომეტებული საფრთხეა, მაგალითად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ქონა, ან თუ რაღაცა ტიპის ნივთიერებებს, ნარკოტიკულს ან სხვა ტიპის მათრობელად ნივთიერებებს ავად მოიხმარს ადამიანი და მთლიანად ჩამოთვლილი არის სარისკო ქცევები, რომელიც ადამიანს ახასიათებს და მას არ უნდა ჰქონდეს იარაღი. ამ კაცს არ უნდა ჰქონოდა იარაღი, ერთხელ ოჯახის წევრმა გააფრთხილა, რომ წაიღეთ ამ ადამიანისთვის არ შეიძლება იარაღის ქონა, იმიტომ რომ არის მოძალადე, უფიქსირდება სხვა ეპიზოდები ძალადობის. პოლიციამ წაიღო, რაღაცა ვერ გაარკვია, უკან მოიტანა და აგერ ამდენი ადამიანი დაზარალდა და ანგელოზივით ბავშვი გვიწევს კუბოში, რომელიც მთელი ერის დანაკარგი არის. მარტო მისი ოჯახი კი არ გაუბედურდა ამ ამბავით, მთელი ერი გავუბედურდით ასეთი ამბით. სად არის პოლიციის პასუხისმგებლობა? კიდევ მეც გეტყვით, გავიხსენოთ სოსოსიგუას ამბავი დღეს. ადამიანს გამოწერილი აქვს შემაკავებელი ორდერი, გუში ღამე დაარღვია, დღეს სპეციალურად უახლოვდებოდა და აშინებს და ატერორებს ამ თავის ყოფილ ცოლს, რეკავს ეს ქალი 112-ში, მიმართავს პროკურორ, ყველგან დარეკა დღეს. და რეაგირება არის ნული. კანონში წერია, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება, უნდა დააკავონ ეს ადამიანი, რომელმაც შემაკავებელი ორდერი უკვე დაარღვია, ხო? არაფერი არ ხდება. გამოძიება არ მიდის იმ ფაქტზე, რომ დაირღვა შემაკავებელი ორდერი. იმიტომ რომ სოსოსიგუას არ ეხება კანონები. და სხვა 1000 ნაძირალას, როგორც ჩანს,
რომელიც ზოგი იარაღი დარბის, ზოგი მთვრალი დარბის, ზოგი მაღალჩინოსანია. მათ ეს კანონები არ ეხებათ და პოლიციას უბრალოდ არ აინტერესებს წესრიგის დაცვა. პოლიციას აინტერესებს ის, რაც პოლიტიკური დავალება აქვს პოლიციას, რომ ზდიოს სანაიას, ახობაძეს, რუსთაველის პროტესტებს მდგარ ნებისმიერ ადამიანს და არ ზდიოს დამნაშავეს და არ აღკვეთოს დანაშაული. აი ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. დღეს არავინ არ არის დაცული. აი რომ მოდის ის მანქანა აწყვეტილი სიჩქარით, არ გეკითხება შენ რომელი პოლიტიკური შეხედულებები გაქვს და ხმას ვის მიეცი. ბრმატყვია არ გეკითხება ხმას ვის მიეცი და პოლიტიკაში ერევი თუ არ ერევი. ყველას შეიძლება გაუთენდეს ეს უბედური დღე, რომელიც რასაც უყურავთ, ყოველ დღე ხდება უკვე ესეთი ამბები და ეს არის აბსოლუტური ანომალია. ეს ნიშნავს, რომ ჩამოშლილია მთლიანად სახელმწიფო და სტრუქტურები, რომლებიც სამართალს უნდა იცავდნენ და უფრო მეტ უბედურებას უნდა ველოდოთ ჩვენ. ამიტომ რეაქცია ამაზე არის აუცილებელი, პროტესტი ამაზე არის აუცილებელი და უკმაყოფილობის გამოხატვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ სქელკანიანებს, ვინც დაპატრონებია დღეს, აი ეშმაკი რო დაეპატრონება უპატრონო ეკლესიას, ისე რო არის ბიძინა და მთელი საქოცეთი დაპატრონებული ამ მართლა უკვე უპატრონო ქვეყანას, აი ამას ხალხმა უნდა უპატრონოს. ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ ვიღაცა მესია საიდანღაც ან რაღაც ბაზალეთის აკვლიდან ამოვა და რაღაც გვეშველება. ჩვენა ვართ ხალხი ვართ ამ ქვეყნის ბატონ პატრონები, ჩვენ უნდა დავაყენოთ მოთხოვნები და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ აუცილებლად. მადლობა ბაია.